ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ოფიციალურად დადასტურებულად თავისი გამამტყუნებელი განაჩენით, რომ საქართველოს ყავდა ორგზის პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკვე მსჯავრდებულია ფულის გათეთრების საქმეში. საქართველოს ყავდა მინისტრები და მოადგილეები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან კორუფციულ საქმიანობაში და საქართველოში არიან საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც არიან ხელმოკლეები, რომლებიც ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძვიან და ასევე არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გაიქცენ საქართველოდან აი ამ აღვირახსნილი კორუფციისა და თანხების მითვისების გამო, გაიქცნენ საქართველოდან და აპირებენ ქვეყნიდან გაქცევას და ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ფორმალურადაც კი არ აქვს აღებული პოლიტიკურ გუნდს, რომლებიც დაშუკრავდნენ, როდესაც ჩვენ ოპოზიცია და ლელოძლიერი საქართველოს საუბრობდით სავარაუდო კორუფციულ ფაქტებზე, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიყავით მატყუარები და სიცრუის გამავრცელებლები და ეს ადამიანები, რომლებმაც განამწესეს აირჩიეს პარლამენტში, ეს ადამიანები უმაღლეს თანამდებობებზე, სად არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ან ელემენტარულად სად არის მათი ბოდიში, ეს თავარი აქ რა არის. ეს ადამიანები არანაირ კორუფციას არ ებრძვიან, ეს არის ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ კორუფციის სახელით.